ჩემს შვილს აქვს ახლა დაბადების დღე, ჩემ პატარა ბიჭს, ვაჟკაცს, ჩემს თომას, 12 წლის ხდება. მაგარი ბიჭი არის. ახლა მე მინდა მასთან როგორც მამა მავიღო ბლიც ინტერვიუ და ნახოთ ერთი რას გვიპასუხებს. წარმოადგინე შენი თავი ისე თითქოს ძალიან ცნობილი ინფლუენსერი ხარ. არ ვიცი როგორ მოიცა ერთი ზამის მოვიფიქრებ. ვიცი როგორ მოვიფიქრო. შემდეგი კითხვა თუ შეიძლება რა. რა არის ის ერთი რამ, რასაც მშობლები ვერასდროს გავიგებთ შენს თაობაზე? მაგალითად რა ქვია რატო ატარებთ ამ დღეს ტელეფონში? რომელი ცნობილ ადამიანს დაპატიჟებდი შენს დაბადების დღეზე როგორც ერთი პირობით? მან უნდა დაგალაგებინოს ოთახი. რონალდოს. ერთიდან 10 ქულამდე შეაფასე რამდენად კრინჯია მამას ხუმრობები? 1. რომ შემეძლოს შენი Google-ის ძიების ისტორიის ნახვა, რა შემარცხვენდა ყველაზე მეტად? აფერი. შენი აზრით რატომ ხარჯავენ უფროსები ამდენ დროს სამსახურის ეცაშეუდნენ უბრალოდ დაზმენ და მაგალითად YouTube-ს უყურონ? ფული. წარმოიდგინე 25 წლის ხარ, რაში დახარჯავდი შენს პირველ მილიონს. დედას და მამას სახლს უყიდდი, ასეთი პასუხი არ მინდა. დედას და მამას მანქანას უყიდდი. მითხარი ერთი წესი, რომელსაც შენს შვილებს დაუწესე, როდესაც მამა გახდები. არ ვიცი, გავიზარდოთ და ვნახავთ. ჩვენ შვილები როგორი იქნება, ხო გააჩნია მაგასაც. იქნებ თვითონ მიხვდნენ, რომ ჩაუჯდეთ თქვენში რომ დაიბადებიან. შენი საყვარელი საჭმელი? ხინკალი. დაასახელე ერთი საგანი, რომელიც სკოლაში იმიტომ ისწავლება, რომ მასწავლებლებს ჩვენი წვალება სიამოვნებთ. ძალიან ბევრია ასეთი. თითქმის ყველა. განათლების მინისტრი რომ იყო, რა იქნებოდა შენი პირველი ბრძანება? ესე იგი, მე ძალიან ბევრჯერ მიფიქრე, ძალიან ბევრი იქნებოდა ესეთი წესი, მაგრამ მე დავაწესებდი 6 თვე სკოლას და 6 თვე დასვენებას. აუცილებელი. წარმოიდგინე, მსოფლიოში გაიღვიჟა ინტერნეტი ერთი კვირით. გადარჩები თუ პირველივე დღეს დაფიდება ეს? რა, გადარჩები. მე 6 დღე გავძლე, მე 7-ს არ ვიცი. რომელი უფრო რთულია მათემატიკის საკონტროლო და რთული ლეველის გავლა შენ საყვარელ თამაშში? რთული ლეველის გავლა. მათემატიკაში ხამა მოგეხსენებათ. ამისთელი ერთი თანამედროვე სიტყვა, მაგალითად კრინჯო ან რაღაც ეგეთები, რომელსაც ისე ახსნე თითქოს 90 წლის ბაბუას ელაპარაკები. ეგ ისეც ახსნე, რომელიც მეც არ ვიცი წესიერად. მაგალითად რის. ანუ მე მგონი არის იგივე დაკერვა ვიღაცას ან გოგოს ანუ თავის მაგრა წარმოჩენა. ანუ ეგეც კრინჯია, მაგრამ ხო. 90 წლის ბაბუას როგორ აქვს? ისე თუ მეც არ ვიცი კარგად, მაგალითად ქრაშს აუხსნიდი, რომ ვიღაცა შენ მოგწონს და იმან არ იცის მოგწონს, ისა იმას არ იცი მოსწონ ხარ თუ არა შენ. ვინ არის შენ სამეგრობოში მთავარი პერსონაჟი და რატომ? ჩემ სამეგობროში არის არ არის პერსონაჟი, არის ები პერსონაჟები. ესენი არიან ლაზარე და ალექსანდრე, რადგან ესენი არიან ჩემი პირველი საუკეთესო მეგობრები. გასაკეთებ, როცა მეგობრები იკრიბებით და ყველას ტელეფონები გაქვთ ხელში. ერთმანეთს იმავე ოთახში მესეჯებს წერთ თუ რა ვიცი, რა საკეთებთ? თამაშობთ ერთად რამეს. აუცილებლად. ერთი რამ მითხარი, რასაც მეგობრებთან ერთად აკეთებ და მე რომ გავიგო, ალბათ არ გენდომებოდა. გაყვეთილი თელიზალით ვიცინით. რაც შეგვიძლია, თელეხვით. ყველაფერზე ვუთ. ვისი სადილი უფრო გემრიელია? სახში მომდადებული თუ ვოლტის კურიერის მიერ მოტანილი? ვინაიდან ვოლტის კურიერები არიან ინდოელები? ჩემნია ჩემი მამა ჩემი უკეთესად აკეთებს საჭოხს, იმათ მოაქვთ, მაგრამ მე რას აკეთებენ გზაში არავინ იცის. ამიტომ მამა ჩემს მერჩევნია. აგრეთ რა. კარტოფილი. მითხარი ერთი თვისება, რომელიც ჩემგან გამოყვა და
გინდა რომ სასწრაფოდ დამიბრუნა უკან. ნერვოზობა. დაასახელე ერთი სიმღერა, რომელსაც ჩუმად უსმენ, მაგრამ მეგობრებთან ამბობ ბანძობაო. ცერცი არ არის ეგეთი. მეგობრებთანაც არაფერს ვარ ვარ, მაგრამ არ არის ეგეთი. რა გინდა ამ დაბადების დღე მოგიტანოს? სიხარული. ყველა როგორც იტყოდა ეგრევე თქვი რა ვქნა ხმა. შესაძლებელი ხალხს რას ეთქვი? ჩემს საყვარელი ხალხს ვეთქვი, რომ ჩემი საყვარელი ხალხი არის. და მიყვარს. რას მიწერდი თომას, რომელიც არის 40 წლის? რომ 40 წლის ხარ თუ და მე ვარ ახლა 11 წლის. ეს. და 12-ის. ო, ლამის. ილოცა მამი. მადლობა მამი. ახალდის. ეს არ მოჭრა. ო? არა მოჭრა. არავითარ შემთხვევაში არა მოჭრა. აი ვუი ვუი. არა მოჭრა. ეს უკვე ამოჭერა. всё. всё.